ყველაფერი შეთერუსთაველისა და ვეფხისტყაოსნის შესახებ ახალ ვებგვერდზე, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედება, უკდავი ნაწარმოები და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მასალა გამოქვეყნდება. საიტზე აგრეთვე იქნება ხელმისაწვდომი ვეფხისტყაოსნის აუდიო ვერსიაც. ილოცავ სიტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცადთავო ზოგჯერ მათადვე სახეს რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არათუნებით წადიან ღმერთო გეაჯები რომელიც ვფლობ ქვენად ზესაშენ გაგწირე თუ ვითა ქორწილს ავთანდილისა და თინათილისა არაბეთის მეფისგან ავთანდილის ანდერც და ვეფხისტყაოსნის ყველა დანარჩენ თავს თითოს რამოდენიმე წამკითხველი ეყოლება. სტუდიური სამუშაოს დასრულების შემდეგ რუსთაველის პოლიფონია 200 ხმაში აჟღერდება. მისი წაკითხვა გარდა იმისა რომ ერთი სიამონება წამკითხავისთვის მე მგონი მსმენელისთვისაც ასევე სასიამოვნო უნდა იყოს. რუსთაველის აუდიო პოემა ახალი ვებგვერდისთვის მზადდება. ვეფხისტყაოსნის მრავალხმიანობა ტრადიციული საჯარო თუ სამეცნიერო ბიბლიოთეკების შემდეგ ონლაინ გადაინაცვლებს. ეს ძალიან დიდი საძიებო სისტემა, ძიება იქნება აფორიზმების მიხედვით, ეტიმოლოგიის მიხედვით, პერსონაჟთა მიხედვით, იქნება აკადემიური სამეცნიერო ნაშრომები. ყველაფერი ერთად და ყველაფერი ვეფხისტყაოსნის შესახებ მალე ამ მისამართზე მოიძებნება. ლიტერატურულ პორტალზე დაიდება პოემის სრული ტექსტი, მისი ყველა ინტერპრეტაცია, სამეცნიერო კვლევები და პოპულარული ესეები. ყველაფერი რაც შეიძლება სჭირდებოდეს მოსწავლეს, სტუდენტს, მკვლევარს და ბევრი რამ ისეთი, რაც რიგით მკითხველს ვეფხისტყაოსთან მიაბრუნებს. ეს არის მთავარი ამბიცია, ანუ ვეფხისტყაოსნის გადაბარგება, თუ შეიძლება ითქვას ონლაინ სივრცეში, გადაბარგება რაც მთავარი არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსთან ჩემი აზრით და ძალიან ბევრი ადამიანის აზრით არის ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბრენდი, რომელიც უნდა შევთავაზოთ ბუნებრივია საზღვარგარეთ დაინტერესებულ ადამიანებს და იქიდან გამომდინარე აქიდება თითქმის ყველა ენაზე თარგმანი ადრე თუ გვიან ჩვენ შევთავაზებთ ამ ყველაფერს თუ შეიძლება ბრწყალებში ვთქვათ მივყიდით ჩვენს ბრენდს და აქედან გამომდინარე დავაინტერესებთ უკვე სხვა კულტურული ნიმუშებითაც და სუსტადად შეიძლება ითქვას რომ ეს არის გარდაცვალება კარგი გაგებით ვეფხისტყაოსნის ბეჭდური ვერსიიდან უკვე ციფრულ ვერსიაში. ვეფხისტყაოსნის ყველა თარგმანის აციფრვა ელექტრონული ბიბლიოთეკის ლიბჯის ახალი პროექტია, რომელიც თბილისის საკრებულომ დააფინანსა. ვებგვერდზე მალე ვიდეო ლექციებიც განთავსდება. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორების თუ საჯარო სკოლების პედაგოგების გარდა ამ ინტერნეტ მისამართზე იპოვით მოყვარულ რუსთველოლოგებს და საკუთარ თავსაც. თუ კი ვეფხისტყაოსნის ბლოგზე თქვენი მოსაზრების გამოთქმას ისურვებთ. რუსთაველი ონლაინ ჯი მალე ლექსიკონების კოლექციასაც შეავსებს. ლექსიკონები არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მკვლევარებისთვის. აქ ჩვენ შევიტანთ ამ ეტაპზე ერთი ლექსიკონია შეტანილი, ნელ-ნელა სხვადასხვა ლექსიკონებს, მათ შორის ნათაძის ლექსიკონი არსებობს, საინტერესო საკმაოდ და ესეც ალბათ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იქნება ამ საიტის. რუსთაველის ონლაინ მისამართზე მულტიმედია მასალებს შორის უკვე დევს ზიჩის, გუდიაშვილისა და ქობულაძის ილუსტრაციები. ვებგვერდის გამოშვების დღისთვის კი ეს გალერეა შეივსება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი თვალსაჩინოებით, მამუკა თავაქარაშვილის მე-17 საუკუნის მინიატურებით. პროექტის პარტნიორი ეროვნული ბიბლიოთეკა ვეფხისტყაოსნის ციფრულ ვერსიას ამ თემაზე შექმნილი ყველა ავტორის ილუსტრაციებით უზრუნველყოფს და ვიდრე ვებგვერდი ამუშავდება, პრეზენტაციაც აქ გაიმართება. 30 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ სტუმრებს ვეფხისტყაოსნის ახალ ციფრულ სახისმეტყველებაზე ესაუბრებიან.